ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოში მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში კითხვის დასასმელად მივიდნენ. კერძოდ მათ კითხვები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ისინი სხდომის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. რაზმაძის თქმით, ამისთვის მათ თავმჯდომარის ნებართვა სჭირდებოდათ. ქალაქები მოვედით, რომ გვინდა რომ აგრესიული მოქალაქეების მიმართ მართლა გითხოვთ, რატომ ხართ ასეთი აგრესიული? მოქალაქეა არ უკავშირდება ევროკავშირის დროშა. მოღალატეებს გვეძახი სამი რომ უკანაც ჯერ კიდევ აი ეს არის ესეთი და ყველაფერს გავაკეთებ რომ აი ამ შენობაში ევროკავშირის დროშა იყოს სულ და არა რუსეთის არა ტერორისტული ირანის და არა არის რატო გაძევებენ მიყვირის აი წარმოიდგინეთ იმდენად უზრდელები არიან გაათვრიეთ თან ვიკითხავს ამა ჯერ ეგეთ გაათვრიე რა ლაპარაკია რა გინდოდა რომ გექვა რატომ მოხდა არაფერი უბრალოდ კითხვა ქონდა რომ როცა ამბობს რომ პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირისგან გორი არ იღებს რას ნიშნავს არ იღებს როცა შემიძლია და გავიყვანო უამრავი გარემონტებული სკოლა შემიძლია გავიყვანო და ვაჩვენო კოტეჯები რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდა გემილებს და ცხოვრობენ და თავშესაფარი აქვს და ვაკასკირივი თავის მოკვლა არ უწევს ეს დევნილები ევროკავშირმა დააბინავა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მოქალაქეებს დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა. მოგვიანებით კი მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის. მოქალაქე არასაკრებულოს წევრი და სხვათა შორის ხაზ გაუსვეს საკრებულოს წევრსაც საკრებულოს თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ აქვს სიტყვით გამოსული უფლება. ჩვენმა აპარატის უფროსმა თითოეულ დამცრეს განუმარტა, რომ მათ ნებართვის გარეშე არ ქონდათ სიტყვით გამოსული უფლება. როცა ჩვენ დავამთავრეთ სხდომა, ერთ-ერთმა მოქალაქემ დაიწყო გამოსვლა. მე მოვითხოვე მისი გაყვანა, ვინაიდან რეგლამენტი დაარღვია მას რომ ნებართვა აეღო ჩემგან, მე მივცემდი ჩვეულებრივად სიტყვის უფლებას. ამიტომ რეგლამენტის დარღვევა, რეგლამენტი არის ერთ-ერთი მთავარი კანონი საკრებულოსი და ამიტომ რეგლამენტის დარღვევის გამო მე მოვითხოვე მისი გაყვანა სააქტო დარბაზიდან. მოღალატე არის ყველა დღეს ვინც ევროპარლამენტის რეზოლუციას ხარს უჭერს. ეს არის ყოვრად შეურაცხყოფელი ქართველი ერისთვის და ეს არის დღევანდელ დღეს ფაქტიურად ჩვენი სუვერენიტეტის დამანგრეველი. არავის არ აქვს უფლება არცეთ იმ განსაკუთრებით ყოფილი რუსეთის უშიშროების ევროპელ თანამშრომლებს პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რომლებიც დღეს შეიცვალეს იერი და გახდნენ ევროპარლამენტის წევრები. ისინი ისევ იმ რუსული კაკებეს მიხედვით მუშაობენ.
დღესვე საკრებულოს დაწყებამდე მოქალაქეთა ნაწილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შენობის წინ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ფოტოებით პლაკატები გაშალეს.